მაკანაზეო ტალონიო და გაჯარიმებდი ესა ზეწოლა და ესა შანტაჟება რა ესე რომ მოგვიყვეთ თქვენ რომ დავიწყოთ თქვენგან ესე იგი 1 დეკემბრიდან შეიცვალა მთლიანად მომსახურების სისტემა და ძალაში შევიდა საკრებულოს გადაწყვეტილება და საკრებულოს მიერ დაფუძნებულმა აიპმა საკრებულოს მიერ მიღებული ტარიფებით დაიწყო ფუნქციონირება. რა ხდება შემდეგ რომ მოგვიყვეთ? ვინ მოვიდა თქვენთან, რა ხალხი მოვიდა? ჩვენ რო გვითხრენ მოგწერ ხელშეკრულება და გვითხრენ რომ თქვენი მუშაობ მომიტან ფულს ამდეს. დავგვირდენ რომ მოგწერ 200 ლარს მინიმუმსო ხო? თვეში ხელფა? ბატონო. ეს თანხავა. რასაც მუშაობთო ამ კანონების მიხედვით შემოვიტანთ ჩვენთან. მე მოგწერ 10 დღე გავაჩერეთ, ვაფშე არ გამუშავა არც ერთი ყველამ კარგად ვიცით და რატომ გაჩერეთ? თავხაზოთ უნდა გავაკეთოთ უნდა და როცა გადავდივარ ისნულები ყველაფერი ამასო და ერთი კაპიტი თქვენ არ დაგაკეთებათო არ დაგეკარგებათო აი 10 დღის ნამუშევარი ჩაგეთლება ნამუშევარში და ხელბაში აგინაზღაურებთო მაგრამ მოხდა ისე რომ 10 დღის მერე არაფერი არ შეცვლილა არ დახაზულა არც არაფერი და მივდივარ მივედით მე რა ბოლო რა გვიშობი არ გვამუშავებ თუ რა ხნა და მუშევარი კაცი პული საღამოს რა არის მე 10 დღე პული არ მიტანო სახში ხო და კაიო გააგზელეთ მუშაობა მაშინ და მუშაობთ თვითონ აი ხელმძღვანელობა ახალი ხელმძღვანელობა ვინა ახალი ხელმძღვანელობა მაგრამ ხუთი კაცია ბაღანი ახლა ყველა გვერდები რა ვიცი ახლა გოგიტაური და ვინა მეორე სირაძია მგონია ხო და რა ვიცი ასე რომ პრობლემას ისე იგი აი პატივი ცა ასე რომ თქვენ ერთი კაპიკი არ დაგეკარგა აგინაზღავრებთ იმ 10 დღის გაცნელასო მივედი შევხედები და არაფერი დახაზული არა ნიშნულები გაკეთებული არა საცხას ზევით ეგერ არის შემოსახოვში ერთი ნიშნანი გაკეთებული პარკინგი აწერია ზეთ 1 საათი 50 თეთრი თქვენ ფიტრები ვითრა ეგერა ფიტრები თქვენ ფიტარი ამაზე ამ ფიტარს ამოწერ უფრო მეტი 50-ესა და თუ 50 თეთრიანები ამოწეროთო რომ თუ გინდებიან ხელფასიო ამოწეროთ 50 ბიჭო კაცი მე ჩუბება 50 თეთრი აფერ გადავახტიო კაცი გაჩერდება 15-20 წუთი თუ მინდა 1 საათი 2 საათი ჩერდებოდა და 20 კაპიკს ვერ მიხდიდა 20-ში ითხოვდა კაცი და ხვალე დაგიტიებო ზოგიერთს არ ქონდა ახლა 50 კაპიკი მოთხვი კაცი იგი პირდაპირ ჩეკა გავაცილდა იმ დროს ხო ჩეკი გავაცადოფო ფული არ გუშვალ იქ გამოართვი იმ წუთიო კაცი მეუბნება ბაზარში მიდივარ ჩავალ აცხად ხურდა არ მაქვს ლანძე და ხონდა იქნაო ეხლა რა მაინტერესებს თქვენ ყოველდღიური გადასახადი გაქვთ დაწესებული? ყოველდღიური არ ყოველდღიური რაფერ ახლა 2 დღე მე მუშაობ 2 დღე ეს კაცი მუშაობს ხო 2 დღეში ისე იგი უნდა აკვირფო ეს თანხა და მუტანო რამდენი? ისე იგი 37 ლარი მომთხოვა 37 74 ლარია მაგრამ ხო 2 დღეში ანუ დღეში 37 ლარი თუ ამას არ შეგმოთხარ ფიზიკურად ასე ახლა შეიძლება ზოგიერთმა სტაიმან ოპერატორმა გააკეთოს იმიტომ რომ ზოგიერთ ეგ ისინი რესეპციაში რომ იქინი არის მაგალითად ოპერატორები დგანა აქვენ ადგილი 11 მანქანის და 12 მანქანის ადგილი იმან შეიძლება მოუყაროს ამ თანხას თავი მაგრამ მე მაქვს სულ 7 ადგილი 7 ადგილი სტოლბი და სტოლბამში იქიდან ერთი ადგილი ინვალიდებისა იმას ვერ შეეხები არ მაქვს უფლება იმასთან რომ მივიდე და რამე მოთხოვო საერთოდ არ არის უბრალოდ პირიქით თუ შეეშალა ვინმე და შევიდა მეუბნები არ გაჩერდით თორე და გაჯარიმდებენ მე უბრალოდ მეცოდება მძღოლები ახლა ვინც არის 6 ადგილზე თუ გინდა 7 იყო 7 რაფერ მოვხიკავ მე 35 ლარს 37 ლარს უბრალოდ ახლა ბუღალტრები კაი არ ხარ დაგზადებით მაგრამ გადვიანგარიშოთ აგერა გამივიანგარიშოთ ერთი რომ მე რამდენი მანქანა უნდა შევიყვანო მე სიტყვაზე და გამივიყვანო რომ მე 37 ლარი ევდა მოიცინე რომ იმან მე 200 ლარი ხელფასი მომცეს ხელშეკრულებაში კონტერია გამიფორმა 200 ლარი გაფორმებული მაგალითად 250 კაი 50 ლარიო ცხას მიაქო და ბეგრასო თუ რა ქვია რა საშემოსავლო ხო რა ვიცი იმას მიაქო კაი 200 ლარი ხო მივედი ხელფასზე მოამთავრე აქ ყველაფერი მივედი ხელფასზე და მომიწია შენოდები მიწია 30 ლარი მე 50 ლარი ისეთი მე ალბათ ერთი იმიტომ რომ მოშევეკითხე ეს რატომ ეცქიდა შენო რაც გაქვს შემოსული იმის პროცენტი გამოგიყვანო მაგრამ აი ხელშეკრულებაში ხომ არ ყოფილა რაც 5% მე პროცენტს საიდან მივიდა ნამდვილ პროცენტს უთხარ შეუძლებელია მოვთხარი თანაც მე კიდე
50 კაპიტიანი ქვითარი რომ ამოწარი კაც არა საშუალება მომცა 20 კაპიტი მომცა 30 კაპიტი ი 20 კაპიტი მე ჩემი ჯიბიდან ამერული უნდა და დავადვა საიდან შევსრულო მე სიტყვაზე დავწარი 50 ცალი ტალონი 50 კაპიტიანი აქედან მე მოყარე თან 15 ლარი 10 ლარი ხომ დამაგდა ეგ და 15 ლარი გავხსნა საიდან უტანო და ამით დამიკავა ხელფასი ალბათ მაგიდან გამომივიდა ანუ ამ ხელფას რომელიც იყო დანაპირები ესე იგი გამოდის ასე რომ იმ შემთხვევაში გაძლევთ სრულად თუ თქვენ ყოველდღიურად იმ 27 მე გამოჩნდა აი თვა თავში რომ ეთქვა მასე მაშინ ხელს არ მოწევდი და ახლა უკვე ჯერ ხელი მოგვაწერია ხელშეკრულებაზე რომ იასონ მეშვეძეას მოწერია ხელი აღება სიტყვაზე მომაწერია ხელი და მე გამოჩნდა ხელფასზე რომ მივედი მე გამოჩნდა რომ შენ ამდენი გაქვს შემოტანილი რამდენი მაქვს მოთხარი და 140 ლარი თუ რაცა თუ 125 ლარი რას ვითხოვთ ახლა ჩვენ ბიო რას ვითხოვ და ისე იგი ვერ შემევიტან მეთქი თუ ეს შემევიტანო მაშინ გეიხადებ ზია ხალათიო 3 რიცხვი იყო ზუსტად 3 რიცხვის მერე მე არ მიმუშავია ჯერ 10 დღე ისეთ გავაშერა ის გაიხადე ხალათი რას ნიშნავს ეს ვითამ თუ არ შეგიძლია გაიხადე და სხვას მეუყვან და დავაყენებოთ მაგ კაცს მეუყვან სახში წადიო სახში წადიო გეიხადე ხალათიო და მოთხარი ბოდიში ზია მაგრამ მაი აი ხალათი ჩემია მოთხარი ამას ვიზა გამახტივი რომ ამ ჩუბაში უხალათო ამას დავაკეთებ უთხარი მაგრამ იეცინა ყველას იქნება აი ჩემია მოთხარი აი ხალათი და წავალმეთქი და 3 რიცხვს მერე მე არ მიმუშავია არც ამ კაცს არ უმუშავია არც იმ კაცს არ უმუშავია იმას კიდე მეტი მოსთხოვა რამდენი მოსთხოვა 40 გვაქვს თანაბარი ადგილები რა მაინტერესებს იცით სანამ კიდე პრობლემებზე გადავიდოდეთ და მოთხოვნებზე ამ ახალი რეგულაციების ამ IP-ის შემოსვლის შემდეგ თქვენი აზრით დარეგულირდა უფრო ადგილები გათავისუფლდა უფრო შვება იგრძნო მძღოლებმა მაგალითად არა პირიქით ზოლეს ფული ვერ შეაქვს 50 თეთრი და არ შემოგიც ადგილები გათავისუფლდა იგი დაზგებოდნენ უმეტესობად იმ პერიოდში აგენის მოსვლამდე იყო უკეთესობა და აგენის მომოვიდა მე მანქანები წევიდა ახლა ახალი ხომ დააყენეს ბოდიში ახალი ხალხი ხომ მიიყვანეს ახალი მოიყვანენ ახალი ახალიდან ეს 50 კაცი და წერს გაზეთში ეგ თვითონ მე ახალი კადრები მყავს უკვე აყვანილიო ახალი თუ მეიყვანა შევეკითხე ახლა ყველა დაცნობები ვართ ახლა ხო მე შევეკითხე შენ დღეს რამდენი შეგა გუშინ 15 ლარი შევიტანე დღეს რამდენი შეიტანე დღეს 17 ლარი შევიტანე აბა მე შედაროთვილო მე თუ მთხოვდი 34 ლარი და 37 ლარი და 40 ლარი ამ კაცს რაფერი მაშობი ახლა უთქო მე რა ვქნაო ჯიბიდან ხო არა მევიდე მეტი არ გდება მანქანა და რაც შამევიდა იმას იგი შევიტანე ახლები ვინც არიან და ჩვენ ისე იგი უпроსორად რა ვიცი მე ასე ვფიქრობ რომ ჩვენი ხალხი უბრალოდ არ ვაწყობდით მაგის და მოგვიშორია ხალხი რომელსაც 22 წელი 17 წელი და 13 წელი მე ვარ მაგალითად მაქრომ მუშაობა რომ მუშაობა ამაზე რომ მუშაობდა თბილისში 14 წელი მუშაობ პარლამენტის მუშაობა 7 წელიწადი ვარ პარლამენტის და ამ ფერი გაფილება მე ამ კონებია მე მუხიანის გადასახობთან დანაშინ მუხიანის გადასახობზე ჩემი სტაიაგა იყო ახმეტელის თეატრთან დიტაბი იქინე მუშაობდი ჩემი ვიდეო და დავაბერი ამ სტაიაგაში და რა უნდა მასწავლოს იქინე კი ახლა მეც გამეცინა აი ტალონები იქინე ყველა მუშაობდი ტალონებში მაგრამ იქ არ მეგონებოდა იქინე ვინც იყო ბრიგადირი და ვინც იყო ხელმძღვანელი მით უმეტეს ყველანაირად დაუცველი ვარ ჩვენ არ არის შენ მარტო ფული მომიტანეო თორე შენ თუ დალკი და ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენა 1000 პატიე და აი ახალგაზრდები მაინც კაცო და ახლა ამ წლის კაცი 72 წლის კაცი და 70 წლის კაცი თავს ხომ არ გივიცი და ბაღნებში და ხომ არ გავალახვი თავს კაცი შემაგინა კაი ბოდიში მოვხარი პატიე და მოვხარი იქინე და ობზანდები კონჭკაში თუ ახალი მივყვანო მეთქი აი მოვხარი ასე თუ შემაგინა მეტი ამეთქვა ახლა და დეიწურა კაცი და ჩაიდა მანქანაში და გიწევდა ხოდა ამ ფედის შეურაცხყოფების იმაში ბიჭო ხო მე თბილისში რომ მუშაობდი ბრიგადირი მეტი არაფერში იმაში ღებულობდა ხელფასი გამოყოფილი იყო კაცი ბრიგადირი რომ იმ წუთში რა ვარ დავრეკავდი და საქმე არ მქონდა არავისთან არანაირი შეხება იქ კაცი აგებდა ყველას პასუხთან პასუხისმგებელი იყო იგი კაცი მაგრამ იქ არ თხოვდა მე იქნე რომ შენ 70 ლარი მომიტანე და 40 ლარი მომიტანე და თუ გინდა რასაც გუშო ქვითაც ბო რასაც ამოწე გუშო გითარი უთვა ქვითრებით მე იქით გუშო თბილისში ქვითრები იყო და როგორ გათავისუფლად გქონდათ მაგის უფლება? მე რა ვიცი გქონდა ჩემი აიო გითხრა და წევიდა მე ჩემი აიო და უნიფორმებზე რო გითხრათ რამეზე რაიმე გირიგდებათ გეძლევათ რაიმე რა ჭირდება ახლა რომ მითხრათ მაგალითად ემას
ქართულად როგორ არის ესე? ოპერატორი? ოპერატორს რა ჭირდება მაგალითად? რომ იმუშაოს სრულფასოვნად. საცუმარი და ფორმა მეტი რა. ფორმა და სპეციალური სპეციალური რაღაცა ჯოხი ხო არის? აი ჯოხი. გაძლევენ რამეს დაგბირდნენ და რა გაზრება? ხობგეუბნები დიხარი ხალათი წაი სახშიოდა კი მაგრამ შემია ბიზია აი ხალათი მოგხარ და ამას ზაფტიან თუმაში თუმაიყო თუმდა და ეს უნიფორმები თქვენია რა შემია ჩემი პირადად ჩემი თბილისიდან წაბები რა შვილი ისა გომით ყველა აბათი ფულიდან აღიდი აი ანუ ეს ახლა თქვენ რაც გასვეთ თქვენი ფულით ნაღიდი იყო რამე დაპირება გავაკეთებ და არაფერი უბრალოდ რა თუ გინდებიან მუშაობა ხელშეკრულება რომ მოგცეთ თუ გინდებიან მუშაობა გაწყობს აგი ვარა წაი სახშიოდა ახლა რა არის ახლა გამოსავალი რას ფიქრობთ თქვენ გამოსავალი აია დავარცხი აი გამოსავალი მაგრამ მაგ ხომ არა გამოსავალი არა ხო რა ვიცი აბა რას ვითხოვთ ჩვენ აი მაგალითად იურისტთან რომ მიხვედით რა მოთხოვნები იურისტთან რა მოთხოვნა მქონდა და რაღაცა სამართალი სამართობრივი თუ არსებობს ანდა დაში აგიც საინტერესოა დაუშვათ რომ ყველა უცებ რომ ამ წუთიდან გადადი 50 თეთრიანებზე თუა აგი შესაფერისი ადგილი თუა აი მისი სტანდარტი თუ იმაშობა ამას რომ დაუშვათ ამ უნივერმაღიდან ბაზრის ჭიშკრამდე დაუშვათ მარტო 50 თეთრიანით იმუშაობა იქ შეიძლება კაცი შეიძლება 2 საათიდან კი ბატონო კაი ამოწერე ხომ თქვი რომ მე კაი ამოწერე და იმანც ვერ გადამიხადა ანუ დაახლოებით ახლა როგორც მეხვდები თქვენ აპირებთ სამართლებრივი გზით ბრძოლას აბა მე კი ახლა ფიზიკურად თქვენი უფლებების დასაცავად რა იქნება მოთხოვნები თუ არ მართალი ხელშეკრულებაში მithumetes ასე არ წერია ხელშეკრულებაში მიწერია კი ბატონო 9 საათიდან 7 საათამდე კი ბატონო 9 საათამდე ჯერ 9 საათზე სამოდის მანქანები ხელფასზე 200 ლარი და ამან უნდა 15 ლარი იყო მე 50 ლარი ევიღე ხოდა შეგიძლიათ ნახოთ რომ მე ხელშეკრულებაში რა ფერწერია და რა რაზე მოგვაწერია ხელი იმიტომ მოვუწევი რომ მე ვფიქრებ 200 ლარს გამინახდებდა მეგონა და რა ათი დრეი დავაშინა დამპირდა შეიძლება ათი დრეი ერთი კაპიტი ატარებდა ახლა მოხდა შემოგცემდა ჯერ ახალწლად რომ ისინი გზები გადაკეტენ დიდი არა იქებია გოუშვენ სახში 5 კაცი 6 კაცი და იფული იმამ ახიკა თურმე ისინი რამდენი მოხიგენ თვითონ მანქანაზე აი საფადრო ხო საფადრო მანქანები ვარ სავაჭრო მანქანები ვარვალა თითოლარი ხომ შეიძლება მაგინო აგება თავისი ახლა ახალი და რამდენი მანქანა იყო საახალწლოდ უნივერმაღიდან თეთრი ბაზის ბოლომდე 100 მანქანა იქნებოდა არა და 50 არ მოხდა ეს მიკროავტობუსები და ეს ვაჭრობი დღე გამიანა რო იდგა ანუ ეს ფული პარკირების სამსახურმა აიღო პარკირების სამსახურმა მაგრამ ხომ შეიძლება თითოლარი ბიძას ოპერატორების გარეშე და ქვითრებს აღი უწევდნენ კიდე და აწებდნენ ქვითრებს იქიდან დარიანი ქვითრები გონე ხო თინიგო სიგი ჩვენ რო ჩამოვარდეთ სიგი შრომით ხელშეკრულების დარღვევაში და დანაშაულებს პარკირების სამსახურს ხო და გადამაგისა შრომით არ მოგვი შრომით ხელშეკრულების პირობების შესრულებას ითხოვს ეს ხალხი მე შრომით პირობების გაუმჯობესებას და ელემენტარული ინვენტარის შეძლებას ითხოვს მე მეორე ის რაც ხელშეკრულებით გაწერილია რა იმ პირობების დარღვევასთან მიმართებაში შემთხვევაში 40 და 37 ლარის დღიური გეგმის შესრულება არც ერთი დოკუმენტით გაწერილი არა. ანუ ეს არ უნდა გახდეს ამ ადამიანების სამსახურიდან წასვლის საფუძველი. ფაქტიურად შეუქმნეს თითოეულ ამ ადამიანს ის პირობა, რომ ისინი წამოვიდნენ სამსახურიდან, მაშინ რა აზრი ქონდა ხელშეკრულების გაფორმებას.
ითხოვს მე როგორც ვიცი, როგორც მე მითხრეს, ესე იგი კონტროლს ახორციელებს თვითონ სამსახური, ანუ მაკონტროლებელი ვიღაცა პიროვნება დადის, რომელიც აკონტროლებს ტალონების გაცემას და თან ავალდებულებს. მაგალითად არის მაგტალონებთან მიმართებაში ეს არის 2018 წლის 1 აგვისტოს ნომერი 51 დადგენილება მუნიციპალიტეტის, რომელზეც არის განსაზღვრული მაგტალონების მოხმარების წესი, ანუ იქ არის მაგალითად ზონები, წითელი ზონა, ლურჯი ზონა, ყვითელი ზონა და ტალონების მიბმა ამ ზონებთან. არ გამომიწევს. არა. იმას ვაჭი. ჩანხო არ. ხოდა. გარდა ამისა, ესე იგი, ამ ტალონებთან მიმართებაშიც რა გააკეთეს? ავალდებულებენ ის კი არა 25 თეთრიანი, ანუ ეკუთვნის მძღოლს, რომ გადაიხადოს თქვათ 10 წუთიან დგომაზე 25 თეთრი პარკირებაში. ავალდებულებენ რომ გადაახტევინონ 50 თეთრი. ავალდებულებენ მიუხედავად დგომისა, დგომის პერიოდის და მიუხედავად ზონისა. რატო? ეს საკითხია ამ შემთხვევაში, როგორ რაღაც გამოდის, რა უფროსები არიან, აკონტროლებენ, ესენი არიან ყველაზე პატარა ადამიანები და ფაქტურად გამოდის, რომ ეს ქვეშ არიან. ვალდებულება ის, რომ მიუხედავად ყველაფრის 50 თეთრი აიღოს, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ანუ მძღოლს ამის გადახდა. გარდა ამისა, ის რომ თათის, უამრავი ეს ყველაფერი არის რა. დარღვევები გვაქვს. რამდენი ოპერატორი იყო ახლა? ოპერატორი ბევრია, ამ სამსახურის შექმნა. დამატებული. მე ისმის სამსახურის შექმნამდე რამდენი ოპერატორი იყო? რამდენი ყავს? 10 კაცი. სად არიან? ზოგი დარჩა მშვენივრს. ვინა სამი კაცი და 4 კაცი. მუშაობა მაგან სანამ ბიზნესი კანდიდატი იყო, ინდოეთში ყველა მუშაობს. ემედარ დევროთ ქონდა მუშაობა და ყველაფერი კარგად და ნორმალურად ქონდა აგერთან შედარებით. აგენისები ოფიციალურად დადგენილებით ეს 50 თეთრის გაწერა ხონდა გაითვალისწინო ადამიანმა რაიონის მდგომარეობა. დღესდღეობით ეხლა მეც მართალია ხედავ რომ პარკირება უფრო ადვილია დღესდღეობით შედარებით, იმიტომ რომ დღეს გუშინ თუ ამ დადგენილების ამოქმედებამდე მძღოლი თავისუფლად აჩერებდა მანქანას და თუნდაც 20 თეთრს გადაიხდიდა და პრობლემა არ ქონდა, დღეს ფიქრობ სად ჩამჩიხო მანქანა, სად ვნახო ისეთი ადგილი, სადაც პარკირების პუნქტი არ მექნება გადასახდელი. ურჩევნიათ მანქანას სადღაც დატოვონ და კილომეტრი გამოიარონ ქალაქში. ვიდრე ამ პარკირების ადგილებზე, ეს ხო უფრო დანაკარგი გამოდის ფაქტიურად რაიონის ბიუჯეტისთვის. უმრავლეს შემთხვევაში კიდე არ ეხტიან და ეს ხო რა ეკიდება. მაპატიეთი და ოპერატორი ნათამქოლობას შეითავსებს ხო ვერანაირად, რომ დგება მანქანა გადამხდელია ეს თუ არა, ვერ დაავალდებულებ მძღოლს გადაიხადოს გაჩერებისთანავე, იმიტომ რომ არიცი რამდენ ხანს გაჩერდება და ტალონში ვერ გაწერდა უკვე ეს დარღვევა. ადამიანებმა ვერ მოდის კაცი ამერეს მაგალითად და მივიდეს. რომ იმიტომ რომ მე არის ფიგურად ხდება ხო? ავალება და თავიდანვე გადაახტევინა სულმოთა. ფაქტიურად თვითონ ოპერატორი ცდილობს რომ დროულად გამოართვას მანქანის მძღოლს თანხა, იმიტომ რომ მე უკვე არიცი შეიძლება ადამიანი მაგალითად არ არის საუბარი 1 საათი გაჩერდება 5 წუთით. ყველა ვარიანტი უნდა არა, ერთი წუთით გაჩერდება თუ 5 წუთით გაჩერდება, ამაზე არის ტარიფი, ანუ 25-იანი მინიმუმი და 50 მიდის შემდგომ. და ისიც ზონების მიხედვით არის წითელი ზონა, არის საკრებულო რომ მიხილავდა ამ საკითხს, თქვენ არ ესწრებოდით. ჩვენ და მე პირადად ვთხოვე, უთხარი. აი პრეტენზიები თუ გაქვთ მე უთხარი და ამდენი რაღაცა თუა, მაშინ მოდი და ყველას მოგვიყარეთ თავი ჩვენ. და ჩაატარი, მარტო მე რომ მიყობი აგერ სიტყვაზე და მე რომ გამიმარტია აგი და ყველას ცალ-ცალკეუნები. მოდი ერთი რატყვაზე ვიქნები ჩვენ ამაზე, ერთი კაცი კი მას ვაპირებთ. თქვენ საქმის კურსი ჩაგაყენეთ რომ იგეგმებოდა. რა ვაგეგმება? მე სულ არ ვიცოდი, მაი პირიქით მივხედე მე ვიდა და ჩვენ ახალი ხელმძღვანელობა ვართ და მიორებთ. აი საკრებულო გადაწყვეტილება რომ მიიღო და გააძვირა.
არც ერთი არაფერი არ ვიცოდი მე პარკირების საფასური მე არც ერთმა აგერა ხალხი არის და შეიძლება თუ ვინმე რამე ვიცოდი უბრალოდ ჩამოგვიარეთ და გვითხრე აი ეს ხალხი ჩვენ ვარ ჩვენ შევიძინეთ ჩვენ ვარ უფროსები და დღეიდან აი კაცი გაგაკონტროლებს აგენის ქუჩაში და არის მე შეგურები და მაიკვიტრები ჩამოვიდნენ მაგარი და დაგენა და დაგვიდანენ და მოგდაგვიდნენ ჯერ მარტო აი კაცობი თოცხაბი გომა თოცხაბი მე სწორით ხო ახლა აგერჩე მოგობერმა ზოტიკი ხელში მოიმოი უძახე და თორა ქვითარი წერე კიდე ამ ჩვენაში ქვითარი დიწერება ანდა იქვითარი ვარნა ამ ჩვენაში ქვითარს მისცემ ზოგიერთი მძღოლი მან იმპერია მევიდა უწევს დინა ხარტილი ჩააქრო გეიქცა ვეღარ მოასწარი მისლა იქიდან მევიდა შეხედა ქვითარი არა მანქანაზე მე უკვე ჯარიმას უწევს მე არ მე მიწევს არ იმას რატომ ქვითარი არ გავდი მე აი ჯარიმა გამოდის იმაზე რომ მე ქვითება ხელფასი მთავარი აქ არის რომ ჩვენ პარკირების სამსახურს ვედავებით ჩვენი ხელშეკრულების დარღვევას და ადამიანები ყანონით განთავისუფლებას ესე იგი ეს ადამიანები დათხოვილი დათხოვილი არ არიან ესენი სამსახურიდან ამ შემთხვევაში არ აქვს ეს დოკუმენტი რომ განთავისუფლო არ არიან განთავისუფლებული ფაქტიურად რამოდენიმე ადამიანი მუშაობს კიდევაც მაგრამ ეს არის ადამიანის უფლებების თუ განთავისუფლებული არ არღვევა შემაძინა მაშინ უფლებების არღვევა სამი წუთი არ მიმუშავია გოდიში ტინივე წუთი შეგერა 3 იანვარს მე არ მიმუშავია თუ განთავისუფლებული არ ვარ სიტყვაზე და იგება თქვა მიზეზი მე კაცო მაი ხალხი მისიწევი და არ გამითავისუფლებია თუ არ გაუთავისუფლები ვარ და არა ბრძანება და წელი იხალხი რა ფერდააყენა შემადგილზე რა ბრძანებით მაშინ ამის რაც ხარ მე იგება მე შევდივარ ამ იმაში იმიტომ რომ მე ხარ რომეთი ხარ სამუშაოზე რაც გაუნებიან არ მისულვარ აი სახშიო და კაც ახლა მეტყადისვას შეურაცხყოფა არავის არ მოყენებია შემდა კაცი დაუბედი და ახლა იმან მე რაც მომაყენა შეურაცხყოფა იგი საკმარისია შემდა კი იხარ ხალაზია აი სახშიო Devlet yuvalaş var. ივიძია მოვხარი, მაგრამ იგიც საინტერესოა, იგიც მაინტერესებს. ერთი კითხვა ასეთ მინდა დავსვა. მე თუ დავშვათ 34 წლს ვთხოვდი და 40 წლს ვთხოვდი. დღეს იკაცი რომ შემადგენლზე მოდის და 15 წლს შეაგ და 20 ლარი შეაგ. მე რას მეჩი მაშინ? კაც შევეკითხება. სხვა ხომ არა ვიცი სრულებით გაუწერელი მოთხოვნები დაუყენეს, რომელსაც ფაქტიურად შეუძლებელი გახადა შრომითი ხელშეკრულების შესრულება ამ ადამიანების მიმართ. კარგით, მეცი რა ვიცი, რამე სხვა დაამალებით კიდე. რამეს ხო ხელმძღვანელები ვინ არის პირველი რომანია? ხო რომანიაც არის გოგიტაო. ხო, მაგია შემოვლები მე ითარ შევეჭი გამეცინა მე. ერთი ყავდა უფროსი და კი ყავდა და რაცა მუშაობდით კიდე და არც უკმაყოფილი ვიყავით, არც უკმაყოფილი ვიყავით და შევედი კიდე 5 კაცი დამცა ყველა უფროსი წარმომიდგინა, თავ ყველა უფროსი ვართ და ჯოა უთბაგა იმაჭოს მოხარი და ერთი ბუღალტერია, ერთი კლაუფროსია, ერთი ვერტები არის 5 კაცია და რა ვიცი ალა და ახლა ოპერატორი მიდის იქ და ყოველდღიურად იღებს ტალონს და მოდის, ხო? მოდის და საღამოს უნდა დამთავრებ მუშაობას, ადექი და მომიტანე აი ფული, ნავაჭი ფული ახანი ისევლეო. ამაზე ხომ შეიძლება ბრიგადირი შრომტად იყარ და მამოწმე, მე დასოლებული კაცი, ტარიკაცი საღამოს ამევიდი ახანე. ხო შეიძლება მოხვიდი იქიდე და აი ფული ჩაგიდვა, შეიძლება დიბეში აღრიცხვა გააკეთო და წახვიდე. აბა რისთვის უხდის იგი? იკაცი რომ აი იქ მაგანა თავი იხელფას არ ფულა რა უნდა ბაი. რამდენი აქვს ხوارიც ხელფასი? და ვერ გერა ვიცი მაგის ხელფასი. მე ვერ გერა. ხوار დაამატებთ რამეს? რა ვიცი მე მიდრას ხამატო მე მალაბარი წამიზე მოგიყვარი. ხო და პირად დაამატე რა ვიცი მე შემაძლებელი ლაბარიდი ოფილობა თორა შენი ადგილი და შენი ადგილი. რა ვიცი მე ნორმალური შრომითი პირობების შექმნა სამსახურის მიერ. შევარესაფრებია, მე კაი 50 ლარი უნდა 25 ადგილია. ამაზე უნდა ილაბარო უნდა თქვა.
ისე საშუალოდ რამდენი შედის? რამდენი სია თლათ საგონი. შენ გახსოვს ბაჟი, შენ აი მაგრამ ხო მოდეულია. ახლა მიმატენი აგერ აი ავტოსადგომად გადააქცია კიდე აგერ. აგერ 12 საფულიანის. აგიც ავტოსადგომია, ეგერ დაბლა ის აცხებთან იქ. ახალი მარკეტის ქვედა რომ პარტირების ზონები გამასწრეს გაშალეს ხო? სულაც გადავიდო და თქვენ სახელი დაგვარი როგორ ვთქვათ? ბატონო, სახელი დაგვარი თქვენ. იასონ მეშვერიანი. ბატონო ეს კიდე ვინაა ჩვენთან ერთად ახლა? აი ხალხი აგერ ევგენი უზარი. სახელი დაგვარი მაინც ხარ ვინმე ზურავი. ყველაფერს მე მალაბარი. რაბაიდეს სულიგო. იასონ. როგორგინდე გოგო დაგვენდარიაცია გამ. გოგო ის მიგე ბევრი ბიჭები. მეური ვარ, ვიდეო დამოსულებს ველები. ერთი მე გოგიანდაში 15 კაცი მეტიც. ერთ მომენტ მე მოსულით რა. კი, გასაგები. გასაგები მონიტორი. გამოგაცადებას გენილები რა პრინციპში ნაუს პრობლემა, პოსტ-პოსტ მე მაგალითად